მადლობა ბიჭებო, დღეს განსხვავებულად ვარ. მარტივი მიზეზის გამო პიჯაკი და შარვალი დავკარგი. და მომიწია სად გაძვრა არ ვიცი. მოკლედ იმედი მაქვს შემდეგ გადაცემაში ვიპოვნი, გადაცემამდე და მანამდე მოკლედ თავარია დღეს რას შემოგთავაზებთ. გამარჯობა დიდი სიყვარულითა და ხალისით კვლავ თქვენთანა პატას და ნიკას შოუ და ეს იმას ნიშნავს რომ ხუთშაბათია საღამოს 10 საათი და ეს რუსთავი 2-ია. ჩვენ შოუს კი როგორც წესი მუსიკალურად აფორმებს და კეიფისა და დროსტარების განწყობაზე გაღერებთ ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. ძალიან ველოდებით ჩვენი თეატრის გახსნას. ცოტას ნერვიულობთ კიდეც და იმედია არაფერი შეგვეშლება მონოლოგის კითხვისას. ეს ნერვიულობა ბუნებრივიცაა, ზე გიხსნება პაატაგულიაშვილის კომედიის თეატრი და საღამოს პრემიერა გვაქვს სათამაშო. დიახ, უიდედა. წესი ძალიან სასაცილო გამოდის, იქაური, აქაურები. თებერვლის ბოლომდე ბილეთები სულ გაყიდულია და ყურადღებით იყავით, მალე დაიდება მარტის ბილეთებიც. რაოდენ სასიხარულო არიცით ჩემო ძვირფასებო. ხოლო ვინც მოასწრო და ბილეთები უკვე შეიძინა გელოდებით 13 ასურელი მამის 95 ნომერში დიდ დიღომში პაატაგულიაშვილის კომედიის თეატრში სპექტაკლის პრემიერაზე იქაური აქაური. დიახ და წარმოდგენები ყოველთვის დაიწყება საღამოს 8 საათზე. ახლა კი მივხედოთ ჩვენ შოუს. აუცილებლად მივხედოთ. ესე იგი ხშირად გვეუბნებიან ეგება პარასკევს გადაწიოთ გადაცემა. ხუთშაბათს რომ დალევა და კეიფი არ მოგვინდესო და არ გამოვა ეგრე მეგობრებო. არ გამოვა. პარასკევს ეგ განწყობა ისედაც გაგვთ და ჩვენ წინასწარ გამზადებთ. კეიფისა და ღვინის დალევის რა გითხრა ჩემო პაატა, მაგრამ მესამე დღეა წყალს სვამ იმდენს. მე შინია მარცხი რაფერი მომივიდეს. რატომ კაცო? რამე ეტყობა ჭამე მარილიანი. რა და სუბსარქისის ღამეს 2 თებერვალს მარილიანი კვერი უნდა ჭამო და სიზმარში წყალს ვინც მოგაწვდის ისა შენი საბედო. ხო გაგიგი ეგ შენ? ხო და ერთი 8 ცალი მარილიანი კვერი მაჭამა ჩემმა ცოლმა. ერთი მე არ დაქსიზმები ვარ ნახავ შენ რაც მოგივა. მერე დაგესიზმ და შენი მეუღლე? მეუღლე არა სახანძრო მაქარა დამესიზმა. შლაგი დამზებდა და ქაფს მასხადდა და მე ვხვეწებოდი წყალი გამოუშვეთ ხალხი არ ყავ. ხო ნახდა სახანძრო იყო, შლაგი იყო, ხო ნამჯერად. გენაცვალე, ისე საინტერესოა ვინ დაგესიზრება, მაგრამ მარილიან კვეს რა მაჭმეს. არა. მოვიფიქრე. აი ხინკალი რო იყოს პირპილის გარეშე და სიზმარში ვინც პირპილს მოგიყრის ისე გაიგო ვინაა შენი საბედო. რაღაცა ქართულში უფრო ჯდება მე მგონი. გაჯერდი თუ ძმა ხარ რა. ყოველთვის ჩაიდი გააკრის ხოლმე ხინკალს პირპილს აღიკლეში როცა ვარდა. ეგრო დამესიზმოს რას მეუბნებ შენ? კი კაცო თან არახათ ეხლა ისე დასახში რო რაღაცა წაადიდი მხიარულება გამოიწიოს. არა ეგ კაი ამბავი. რა უცნაური წესია ჩემო ნიკა. და ვისაც უძილობა ჭირს, გაუთხოვარი დარჩება თუ რა ვიცი, როგორი არის ეს ხლა მაგის საქმე. ეგ უნდა ვკითხოთ სეირას რა. მაგათი მოგონილია სუბსარქისზე ეგეთი ამბები რა. მართლა სეირა? ვალებზე როგორ ხდება ეგ ხო არ იცი? რა უნდა ვჭამოთ მაგალითად რომ კრედიტ ოფიცერი არ დაგვესიზმოს, იცი? არაფერი მაგარ არ იცის რა. მე კიდე მგონია რომ სუბსარქისის ღამეს მიხოს და მარო სერიას უნდა უყურო. სიზმარში ხმა ჩაწეულზე და ვინც მოვა და ხმას აუწევს ისა შენი საბედო. დიახ, ამ შაბათ კვირას უნდა ვცადო. კომედია არხზე საღამოს 8 საათზე მაგარი სერიებია და ნახოთ, მაგრამ რო არა უწიოს ტელევიზორს არავინ, ხო დავიღუპე ა? დაურეკავ შენ მეუღლეს მე და ავაწევინებ არიდარ და შენ მაგაზე კი ბატონო. შენ სიმეძე ვიქნები მაშინ. ახლა რა გამახსენდა იცი სუბსარქისზე და ჩვენ სეირაზე რა. აბა მაჩი. ერთი ფოტო უნდა განახო სეირა და რაშია. საქმე შენ მაინც იქნება გვითხრა.
ეს ინჩე სეირანა? ეს ინჩ? ჰაიტარაკუნემ რესპუბლიკის მასშტაბი. არმიასკოე ვინო კახეთი ვაწერია. რა ხდება ბიჭო? და კონკრეტულად და გურჯანის მხარეს თუ გულისხმობენი იყოს, არ არის პრობლემა. გურჯანელებმა იდადო. კაი რა არ დაიღალეთ კაცო, კაი რა. გეუბნები მე შენ ეს სეირანის ბიზნესია და ის ეკრა რომ ჩვენ შოუში მოხვედრილი ხო ეს ფოტო რა. უბაზო რეკლამა ჩალიჩობს რა. მე კი მგონია რომ მისი მოძმეები სამაგეროს გვიხდიან. სეირანი რომ ჩვენ მივითვისეთ. გესმის შოუში და აი ესე აკეთებენ. ისე მე გავსინჯა და სხვათა შორის ეს ღვინო ძალიან უხდება ერევანსკი ხაჭაპურს. ეს ვარაძორსკი ხინკარს და სტეპანაკერტის ჩურჩხელას. საოცრად მიდი. ოდა ძალიან კარგია. არა უშავ სეირან გენაცელი. ღვინო ბევრი გვაქვს. იყო შესახებზეც რა პრობლემაა? ერთი ბოთლი, ორი ბოთლი. კარგი, გადავიდეთ ახლა სხვა ამბავზეც. კი არა, როგორ გადავიდეთ? კაცო რა ხელა რაღაც ხო უნდა გადავიდეთ. გადავიდეთ კი ბატონო. უნდა გაგახარო ჩემო პატა. მიდი? რა ვიცი, მე კი მიხარია და ალბათ შენ სარგეწყინება ქუთაისში რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყება ჩემო. გამეხარდა რომელია? საფიჩხიაზე რომ ღვინოს დალევ და თეთრი ხიდიდან რომ გადავარდები, გაყვები რიონს ჭავჭავაძის ხიდამდე და რომ ამოხვალ, იბაირამე მერე მრავალფუნქციურ პარკში, რა გენაღლება? მე რა ვქნა თელავში, ისევ ხაშლობა, ისევ მწვადი, ისევ ღვინო. და იცით საბათბათა. არა, რას დავაკვირდი, იცი? როგორ იცი სამა ქუთაისს ხედავ შენ? არა, ბიჭო. სხვათა შორის შენი დამსახურები და ისიც გავიგე რომ მაგ პარკში იქნება სპეციალური ზონა, სადაც წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალ კარს შეიძლება ჩამოჯდეს და შეისწვეთოს. როგორ ზონა? თან სპეციალურად ძალიან მკვეთრი განათება დამონტაჟდება, რომ ყველამ დაინახოს ვისი დაიკო ვისთან ერთად სეირნობს. მრავალფუნქციური იქნება მართლაც ეს პარკი. კარგ ამინჩი ხალხი ისეირნებს სანაპიროსთან და წვიმიან ამინჩი რიონი რომ ადიდდება, იბანავებენ ჩემ ბატონო. კი ბატონო, ასევე იქნება სკვერი, ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, ფეხბურთის სტადიონი და ჩასაცუცქის სივრცე. მაინც ქუთაისია და საჭიროა, გაიგე? კი ბატონო. ამ ამბით ძალიან გახარებულები არიან ხაშურში. სადღაც რაღაც რომ კეთდება. ხაშურში ძალიან უხარიათ ხოლმე, გიჟდები. მრავალფუნქციურ პარკზე გამახსენდა და საქართველოში თმის პარიკების იმპორტი თურმე ბოლო 5 წელიწადში გასამაგებულა. იბანე კითხოს ვისაც არა აქტორი, მე არ მჭირდება პარიკი. პირდაპირ პროპორციულად 3-ჯერ შემცირდა მელოტი კაცების რაოდენობაც. ისე ჩვენ ამ სენს არ გვაქვს პარიკი და დავიჯერო ჩაინიკა და მალხაზგურივიშვილი ყიდულობენ ამდენ პარიკს რატო? რასენ ჩისე მშვენიერი აზრია. სალონში თმის შეჭრა ისეთი ძვირია, ჯობია პარიკი იყიდო. უფრო იაფად გამოხვალ. ხო ვითო? გეუბნები. სხვათა შორის მეორადი პარიკებით შემოდის სტილიანი. სტილიანი პარიკები იაფად. ექიმის ნაქონი პარიკი ყოფილა კარგი. სახლი, სამსახური, სახლი, მშვენიერი არაფერი, გაცეთა არა. სხვათა შორის ბანკები ყოფილან ამ ფაქტით აღშფოთებულები. პარიკების შემომტან კომპანიებს უჩივიან. ვეღარ ვცნობთ ჩვენ იპოთეკარებს. თქვენ ჩამოგაჭრით იმათ გადასახდელს და ნახავთ მერე. ახლა კი ჩემი საყვარელი თემა. აბარა, ფრენა. როგორ მიყვარს ფრენა, ყველა მიცით, ხო და თურმე ფრენისას კარგი ამბებიც ხდება. თბილისი დოჰას რეისზე პილოტმა შეყვარებულს ხელის თხოვა. ნახოთ ვიდეო. აი
რას ნიშნავს, როცა ურთიერთობა ახალ სიმაღლეებს აღწევს? თურმე, მანამდე არ უთხოვია ხელი, სანამ მე 7-3 არ ასულა. გამაჟერია, რას ლაპარაკობს? რას ერთი, ძალიან ჭკვიანური ადგილია ხელის სათხოვნელად, გასაქცევი არსად აგიმკაცდა. ხალხმა ტაში დაუკრა, მეცნიერებას გისურვებთ, მაგრამ გეყვეწები დროულად დაბრუნდი საჭესთან. ხოდა ტაშზე რამდენიმე ჩაძინებულ მგზავრს გონებია დავჯექით უკეო და ამდღარად ჩათების ჩამოსაღებად. მოკლედ, ბეჭედი რომ გაუწოდა პილოტმა გოგოს იმან უიმე თავბრუმე ხვევაო. ხოდა მალე გამომართვი ესბეტი და შევიდე კაბინაში თავდაყირა მიფრინავ და იმითო. და ეს იყო პილოტის მიერ მიკროფონში გამოცხადებული ერთადერთი წინადადება, რომელიც გასაგებად იცმოდა და თან ყველამ გაიგო. კი ბატონო. საერთოდ როგორ აცხადებენ ხოლმე, ხო გაქვთ მოსმენილი. ბურთი ნომერი 795 თბილისი დოჰა მიფრინავს. თავის გარკვეული მიმართულებით ხელისუფლების ცერემონიამ ჩაერა. ძალიან გარკვეული დიდი მადლობა გზავრებს, რომ გიყავით ჩვენი გზავრები. ხოთ დაიმისგოთ თქვენი მარგი და ესე იგი მართალი ყოფილა, სიყვარული დაფრინავს, ჩემო ძვირფასო, სიყვარული არ დადის. გავაგზავნოთ ქორწილის თემა და სასწაული ამბავი უნდა გითხრათ. ინდონეზიაში ქორწინებამდე სექსის გამო წყვილი საჯაროდ 100 როზგი დასაჯეს. და საწყლები ბიჭო. მაგის მერე ინდონეზიაში ისე არიან შეშინებულები, ქორწინებამდე კი არა, ქორწილის შემდეგაც აღარ გვქავთ გონი სექსი. ის საწყალი გოგოც იძახდა, რა ვიცოდი, 12 წამი რო გრძელდება, თუ არა, მას სულ არ ვისწამდი, ამისთვის მირთყავთო. მე მგონი, რა ვიცი, სამაგეროდ კაცი ყოფილა გახარებული. რა იცოდნენ მაგათ? ერთ ღამეში სამჯერო ქონდა თორემ, ხომ მოხვდებოდა 300 როზგიო, ასეთი მკაცრი წესებია გენაცვალე ინდონეზიაში. ქორწინებამდე კოცნაზე 50 როზგია, ქორწინებამდე კოცნის გაგზავნაზე 20 როზგი, ხოლო ქორწინებამდე მიყვარხარის თქმაზე 10 წკიპურტი. კიდე კაი ჩვენთან არის თორე დაბეგვილი და მთელი საქართველო. ხო და ჩვენთან უფრო იოლია. მიაწყლონ გოგო სადედამთილოები და სულ ეგ არის რა, აბარა სამეგრელოს ბიჭს ელოდება მაინც 100 როზგი სასიდე დროს გან. იქ ხელშეწყობაც აქვს. ინდონეზიურ სექს-შოპში მათრახი არ იყიდება. სახელმწიფო ურიგებს უფას. და წვილი თუ ძალიან შეყვარებულია და უერთმანეთოდ არ შეუძლია ცხოვრება, ამ როზგებსაც სიამოვნებით იტანენ. ნუ მესმის. ეგ არა თარყვიან მიდით, არ დაგვინდოთ. გატყიპეთ გიჟებო. საოჯახო თემიდან ღალატის თემაზე გადავალ. სამსახურეობრივი რომანი ხო გაგიგიათ? ხო და აქ მოულოდნელობებიც ხდება თურმე. აბა? სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა ქალმა საწოლში თავისი უფროსი აღმოაჩინა. ვაი, იცი როგორი სიტუაცია, აი ვერ ხვდები პოლიციაში დარეკო თუ დაგვიანებისათვის ბოდიში მოიხადო, აი ვერ გაიგო. ეგრეა. ამ ხალს უკითხავს, აქ რა გინდა პატივცემულო და უფროსს უთქვამს, ამ თვეში ცოტა მეტი ხელფასის მოცემა მომივიდა და გასაკვითად მოვედიო. ამიტომ რაც არ გეკუთვნის იმდენი რომ დაგიჯდება ანგარიშზე, მაშინვე უნდა განაცხადოთ, თორემ სად გადაგირიცხავენ? უკან. გადაგარიცხინებენ კაცმა არ იცის. ეგრეა. აი რატომ არ უნდა წამოხვიდეს სამსახურიდან უფროსზე გვიან? თან საყვედურიც მიუღია ამ ქალს. უფროსმა უთხრა, სამსახურში კი თავის დროზე დადიხარ, მაგრამ საწოლში აგვიანებს რა. ბოლო რა მოხდა კაცო? გაქვითეს ის ზედმეტიდან არიცხი თუ ვერ გავიგე რა არის? გაქვითეს რომელია? პრემიაც აუღია შემდეგ ხელფასზე იმ ქალს. რები ხდება ხედავ. მე უარეს გეტყვით. ნახე, ახლა ამაზე უარეს ხო აი რა შეიძლება რა? ამაზონის თანამშრომლებმა სამსახურიდან გათავისუფლების წერილი მიიღეს და მე აღმოჩნდა რომ შემთხვევით გაეგზავნეს. როგორ დაუსკდებოდა გულები კაცო? მგონი ხელმძღვანელმა შეამოწმა თანამშრომლების რეაქცია, ვინც მშვიდად მიიღო, იმას მალე ისევ მიუვა წერილი, რომელიც შემთხვევით გაგზავნილი აღარ იყო. ამ ფაქტს თურმე გამოეხმაურა თემუ. აი ხომ ხედავთ მარტო ჩვენთან არ ხდება არასწორი გზავნილებიო. ანუ საბოლოოდ მარტო ერთმა თანამშრომელმა დაკარგა სამსახური. ვინც შემთხვევით დააგზავნა ეს წერილები, იმა.
აი ეგ არის ეს ტექნოლოგიური განვითარების ცუდი შედეგები. ზოგადად კარგია, მაგრამ ისეთები ხდება, რაც ადრე არ მოხდებოდა. დაგირეკავდა უფროსი, შემოდიო, შეხვიდოდი, დაწერე განცხადება და წადიო და მოორჩა. შეცდომა იყო გამორიცხული. გეთახმები. ჩემი აზრით, რამენაირად ისე უნდა მოვახერხოთ, რომ ძველში რაც კარგი იყო, ისიც შევინარჩუნოთ და სიახლეებსაც არ ჩამოვრჩეთ. შენ თანამედროვე ტერმინოლოგიაში ერკვევი? მაგალითად აი რა ვიცი, როგორ ჩვენი შვილები ლაპარაკობენ, რაღაც. ახლა ვერკვევი რა, სიტყვები ვიცი, მაგრამ რას ნიშნავს ყველაფერი კი არ ვიცი, მაგრამ არ ვიმჩნევ, აი. პრინციპში, ნახე ნიკოლოზ როგორ არის, მაგ ლოგიკით გვაქვს მე და შენ ახალი სიმღერა გაკეთებული და აუცილებლად უნდა ვუმღეროთ ახლა ჩვენს მაყურებლებს. კი ბატონო, მე ასე მგონია, რომ გამგები გაიგებს. მართალია, მუსიკა ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი, ტექსტი კი თანამედროვე ტენდენციებზე. გთხოვთ, მაესტრო.